ფორმატიდან გამომდინარე და დროიდან გამომდინარე, შესაბამისად მივესალმებით ჩალვა პაპუაშვილს. მშვიდობისა, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოდით დავიწყოთ აი წლის მთავარი მოვლენით. უკვე პრინციპი 2 დღეა გასული ინაუგურაციიდან და უკვე იმდენი ცვლილება არის, თან ესეთი რადიკალური ცვლილებები სხვადასხვა საკითხში, რომ შეუძლებელია ეს ჩვენს პოლიტიკურ რეალობას არ შეეხოს. თქვენი შეფასებით უკვე გამოჩნდა თუ არა ის ნიშნები, რაც უნდა მივიდეს საბოლოო ჯამში ორი ქვეყნის ურთიერთობის გადატვირთვამდე. თუნდაც საგარეო დახმარების შეწყვეტა დროებით, მაგრამ მაინც და ასე შემდეგ. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. კიდევ ერთხელ მიულოცავ ყველას დღესასწაულებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მოვლენა არის პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაცია და ჩვენ ვხედავთ უკვე პირველ შედეგებს თუ პირველ ასე ვთქვათ აღსრულებას იმ იდეებისა, რომელზეც საუბრობდა, ჯერ ნაადრევია რა თქმა უნდა საბოლოო შეფასებებისთვის, თუმცა აქედანვე უკვე იკვეთება რამდენიმე საკითხი. რაზეც მას ადრეც ქონდა საუბარი და ახლა მიდის უკვე განხორციელება. პირველი ეს გახლავთ ამერიკის ეროვნული ინტერესების წინ წამოწევა და რაც ნიშანდობლივია ვფიქრობ და მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, ვინაიდან ჩვენ ოპოზიციას მის გვერდში მყოფ NGO-ებს ეროვნული ინტერესი როგორც ტერმინი საერთოდ დაკარგული აქვს საკუთარი პოლიტიკური ტერმინოლოგიიდან და ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დამარცხენ ისინი არჩევნებში. სინამდვილეში მათ ვერ გააცნობიერეს, რომ საპარლამენტო არჩევნებში სწორედ ამ დიდი იდეებზე იყო მსჯელობა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ვნახეთ, რომ ამერიკაშიც ეს იდეა აღმოჩნდა ერთ-ერთი წამყვანი, რომ ეროვნული ინტერესი არის გამსაზღვრელი იმისთვის, რომ სახელმწიფომ ქვეყანამ ერმა საკუთარი მიზნების სწორედ დასახოს და მიაღწიოს. ამიტომ ამერიკაც და პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკაც ჩანს, რომ იქნება ორიენტირებული ამერიკის ეროვნულ მიზნებზე და ინტერესებზე. მეორე ეს გახლავთ ლიბერალური ღირებულებების გადახედვა და ვხედავთ უკვე ამის შედეგებსაც, რაც შეეხება გენდერის საკითხებს, რაც შეეხება სხვა მიმართულებებს ამ მხრივ და ეს გახლავთ უსაფრთხოების საკითხები, ასევე მიგრაციის პოლიტიკა, რომელიც ხედავთ რომ მნიშვნელოვანი არის ეს საკმარისი იდეათა თანხვედრა იმისათვის, რომ ურთიერთობები მინიმუმ ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს თუ ამისთვის კიდევ რაღაც უნდა გაკეთდეს, მაგალითად ქართული ოცნების მხრიდან. როგორ ხედავთ ახლა ურთიერთობების განვითარების დინამიკას? მთავარი საკითხი, რაც საერთოდ ჯამში როგორც პოლიტიკის წარმოების ფორმა კრავს ამ ყველა თემას არის ფარისეულ პოლიტიკაზე უარის თქმა. საუბარი პირდაპირ იმ ინტერესზე, რომელიც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც აქვს პრეზიდენტს, ამერიკის პრეზიდენტს და გაცნობიერება, რომ სხვა ერებსაც აქვთ ეს ინტერესი. ჩვენ ვნახეთ სახელმწიფო მდივნის განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ სხვა ქვეყნების ინტერესები, რომ ისინი ამოდიან იქიდან, რომ ქვეყნები, ერები მოქმედებენ საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე და სწორედ ინტერესებიდან გამომდინარე მოლაპარაკებაში ხედავს, როგორც ჩანს პრეზიდენტი ტრამპი მშვიდობიანი მსოფლიოს უზრუნველყოფის წინაპირობას და ეს არის ის, რაც ჩვენ ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, რომ აღარ იქნება ის ფარისეულური პოლიტიკა, რომელიც სამწუხაროდ წინა ადმინისტრაციას ჰქონდა, რომელიც თითქოს და მზრუნველობით დემოკრატიის ექსპორტით შინამდვილეში სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევას გულისხმობდა და ამას ჩვენ ხედავდით მათ შორის საქართველოს. მაგრამ თქვენი მოწინააღმდეგეებიც არსად გამქრალან მათ შორის ვაშინგტონში. გასაგებია რომ ძალაუფლების ის ბერკეტები აღარ ექნებათ, მაგრამ იქნება თუ არა ეს ხელი შემშლელი. გადაწყვეტილებებს ხედავთ რომ იღებს პრეზიდენტი ტრამპი და ის მხარდაჭერა რომელიც მას აქვს ამერიკელი ხალხის მხრიდან არის ის მთავარი ძალა, რომელიც მას ზურგს უმაგრებს, ამიტომ გადაწყვეტილების მიმღები არის პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკელი ხალხი. ცალკეული გამოვლენები ამა თუ იმ პოლიტიკოსისა, ვფიქრობ, რომ ამას ზედმეტი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. და რაც მთავარია, ჩვენ უნდა მივხვდეთ რა არის შინაარსი კიდევ ერთხელ. ხომ დღეს ვნახეთ მათ შორის მაკენის ინსტიტუტის წარმომადგენლის ქალბატონ თორნტონის ერთ-ერთი განცხადება პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებით. ესეც აჩვენებდა კიდევ ერთხელ, რომ არის პოლიტიკური დაჯგუფებები, რასაც პრეზიდენტი ტრამპი deep states უწოდებს, რომელსაც ფესვები და საცეცებია გადგმული სხვადასხვა სფეროში ამერიკის პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრებისა
რომელსაც სხვა ინტერესები აქვთ და ამ ინტერესებიდან მოქმედებენ და მათ შორის მოქმედებენ იმ ინტერესიდან, რომ ურთიერთობების გადატვირთვა არ მოხდეს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. ძალიან საყურადღებო იყო ის ფორმულირება, რაც დაერთოთ ამ საგარეო დახმარების შეჩერების გადაწყვეტილებას მსოფლიო მშვიდობისთვის ძირითს გამოთხრა უცხო ქვეყნებში ისეთი იდეების წახალისება, რომლებიც პირდაპირ წინააღმდეგობაშია ჰარმონიული და სტაბილური ურთიერთობების განვითარებასთან. ასე ჩვენ გვესმის კონტექსტი, ხო, ეს არის ის რეალობა, რომელ რეალობაშიც წლების განმავლობაში გვხვდებოდა საზოგადოებასაც ცხოვრება და პოლიტიკურ კლასსაც. ხო, ანუ არ იყო ეს დაფინანსება და ამ ორგანიზაციების აქტივობა მიმართული ქვეყნების კეთილმეზობლური ან ზოგადად მეგობრული ურთიერთობებისთვის. დიახ, ნიშანდობლივია, რომ პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებაში ასე მკაფიოდ არის და ასე კრიტიკულად არის შეფასებული თავად ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო დახმარების პოლიტიკა, რომელიც აქამდე არსებობდა და თქვენ სწორედ აღნიშნეთ, ხაზი იყო გასმული იმაზე, რომ ჰარმონიულ განვითარებას, ქვეყნებს შორის ურთიერთობას ხელსაც კი უშლიდა ის მიდგომა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციას ჰქონდა საგარეო დახმარების მხრივ. და ნუ სამწუხაროდ ეს ამ მხრივ არ არის მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების თვის დამახასიათებელი, ჩვენ ასევე ხედავთ სხვადასხვა ევროპულ ფონდებს, რომლებიც მავნე ზემოქმედებით უფრო არიან დაკავებული, მათ შორის საქართველოში, ვიდრე მეგობრული ხელის გამოწვდენით. ამ დღეებშიც ვნახეთ, მეც მქონდა ამაზე გამოხმაურება სოციალურ მედიის საშუალებით ერთ-ერთი მოსამართლის საცხოვრებელ ბინაზე ადამიანმა და ამას მედია ფორმულა ასე ვთქვათ აპიარებდა შეურაცხყოფელი სიტყვები დაწერა მედია რომელიც ამ ერთი დღით ადრე მანამდე ევროკავშირის წარმომადგენლობამ გვახარა რომ საპრიზო პოზიციაზე მოხდა მისი ჟურნალისტი. ასე ხდება სამწუხაროდ ძიზღის და ძალადობის კამპანიის წახალისება, იგივე არა ძიზღის და ძალადობის კამპანიაში მონაწილეობა. თქვენი სიტყვების ხუჩი რატომ ამბობთ წახალისებას და ზოგადად რა ტიპის კამპანიას ვადევნებთ თვალს თქვენ ანტიქართულიც ახსენეთ ამ პროტესტთან დაკავშირებით. ის რასაც ჩვენ ხედავთ იმ ფორმები, რომელიც პირდაპირ კოპირებულია ხედავთ სხვა ქვეყნებში ასევე უცხოური დაფინანსებით და დახმარებით წარმოებული სხვა პროცესებისთვის პირდაპირ ამერიკის ყოფილი ერთს უყალდა ხოლმე საუბარი სახელმძღვანელოდან გადმოწერილი ის კგბ-ს თუ FSB-ს სახელმძღვანელოს ახსენებენ და ასეთ სახელმძღვანელოებიდან გადმოწერილი სცენარები პირდაპირ რომელიც იდგმება სხვადასხვა საპროტესტო ღონისძიებების სახით, მისი შინაარსით, მისი განსაკუთრებული ასე ვთქვათ ზიზღის ფორმირებით თუ კულტივირებით საზოგადოებაში და ამას კონკრეტული მიზანი აქვს სხვა შორის დღეს პრემიერ ფიცომაც ამაზეც ისაუბრა რომ ამას თავის მიზანი აქვს რომ ჩამოაყალიბონ ანტაგონიზმი ზიზღი ხელისუფლების სახელმწიფოს მიმართ მათ შორის რომ მივიდეს დაპირისპირებამდე ანუ რაღაც დაპირისპირების გარკვეულ მწვერვალამდე ეს ურთიერთობა რათა შემდეგ სადღაცაც გაწყდეს და გვახსოვს ჩვენ იგივე ქალბატონი ლორა თორნტონის მაკენის ინსტიტუტის წარმომადგენლის იმედგაცრუება რომ სისხლი არ დაიღვარა და გვამი ვერ იხილა საქართველოში და ეს იმედგაცრუებაც ვნახეთ ჩვენ მისი მხრიდან. სამწუხაროდ ესეთი მიდგომებიც იყო, ხედავდით მათ შორის განვლილ წლებში როგორ ხდებოდა გადამზადება ამა თუ იმ ჯგუფისა, მომზადება სწორედ ექსტრემისტული მეთოდებით ვთქვათ სახელმწიფოს თუ ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლისა და ამას ხედავთ მათ შორის ბოლო გარკვეული ხანია ამის პრაქტიკულ რეალიზებას. თქვენ ფიქრობთ რომ ახლა ამ პროცესების დასასრულს ვადევნებთ თვალყურს? ჩვენ ერთ რამეს ვხედავთ ხომ როცა ეროვნულ ინტერესებზე საუბრობთ და როცა უყურებთ ჩვენ ოპოზიციას და მათი მხარდამჭერები ვინც არიან ასე ვთქვათ ის ბირთვიასაც ვხედავთ რატო არის თავარი არსი, რატომ არის ეს არაქართული თავისი არსით. და საერთოდ არა ეროვნული მათ შორის. იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ მათი იმედები არის გარეთ. მათ უნდათ რომ გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით მიიღებოდეს გარეთ. აი ეს მატრაკვეცობა რაც ვიხილეთ ჩვენ ოპოზიციის მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ერთმანეთს რომ ასწრებდნენ რომ ვინმე რაიმენაირად ფეხი შეეყოთ დასწრებოდნენ ამა თუ იმ ღონისძიებას შორი ახლოდან თუ ასე შემდეგ ესეც ხო ამის დასტურია რომ რამდენად აკნინებენ საერთოდ საქართველოს როგორც სახელმწიფოს მაგრამ თქვენი ოპონენტების გზავნილი ხო ასეთია რომ ისინი თავის ამ მომრჩეველს და არა მხოლოდ მათ უმტკიცებენ რომ ქართულ ოცნებას არ ამიხვდება არსად ჩაესრულება და აი ჩვენ ნახეთ ყველგან დავდივართ უპირველეს ყოვლისა ხელისუფლება არის ქართული ხალხის ჩვენი მოქალაქეების ხელისუფლება და ეს არ ესმით
ეს არის მის ოპოზიციას. მათ ხო წინასაარჩევნო კამპანიაც ასე აწარმოეს. ისინი ხომ ხან ბრიუსელში, ხან ვაშინგტონში დადიოდნენ და ხან ევროპარლამენტარს ხდებოდნენ და ხან კონგრესმენს ხდებოდნენ და ყოველ მეორე დღეს ჩართვები ჰქონდა სხვადასხვა უცხოელი მათი მფარველისგან. ფაქტობრივად წინასაარჩევნო კამპანია ჩაუტარეს უცხოელებმა. ხო ეს ვნახეთ. ეს არ ვნახეთ, რომ ხან ერთი რეზოლუცია ერთგან მიიღებდნენ რეზოლუციას, ხან მეორეგან, რომ ყოველ დღე თემა შეექმნა წინასაარჩევნოდ და ხა ამის შემდეგ უკვირთ, რომ ქართული ხალხი გამოვიდა და ხმა მისცა ამის წინააღმდეგ ყველაფრის. როგორ შეიძლება ჩვენს მოქალაქეებს, რომელიც 33 წლის წინ ვიბრძოლეთ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ახლა რომელიღაცა ესტონელი საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდიოდეს და ფეხქვეშ თელავდეს ჩვენ სუვერენიტეტს და ამას ვეგუებოდეთ? წარმოუდგენია საერთოდ ვინმეს, რომ ამას შეეგუება საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს საზოგადოება და ეს არის პრობლემა. ისინი მათ სურთ, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება მიიღებოდეს მის გარეთ. და დღეს ის რაც ქონდათ სხვა ასეთი ტიპის ადამიანებს, როცა საუბრობთ ჩვენ ორჯონიკიძეებზე, პირდაპირ რეინკარნაცია არის დღევანდელი ოპოზიცია, სერგო ორჯონიკიძეს რეინკარნაცია არის. ადრე თავის დროზე სერგო ორჯონიკიძე შემოუძღვა წითელ არმიას, ჯარს და ისინი დღეს უძღვებიან, უნდათ რომ შემოუძღვენ სანქციებს, რაც ადრე იყო იარაღი და ტანკი, დღეს ეს ზოგიერთებისთვის, ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფებისთვის და ზოგიერთი ხელისუფლებისთვის სანქციები იქცა ასეთი იარაღად და ხედავთ რამდენად ხალისით საქართველოში დაბადებული ადამიანები, ამ საზოგადოებაში გაზრდილი ადამიანები, როგორი ხალისით არიან, ერთმანეთს ასწრებენ რაიმენაირად დააბრალონ ქვეყანას, რაიმე უბედურება დააბეზღონ თავის თანამოქალაქეები, რომ იქნებ გამოიწვიონ ცეცხლი საქართველოს წინააღმდეგ. აი ასეთ ფარგლებს გარეთ ლეგიტიმაციის ძიება ან უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან ჩარევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ცალკე პრობლემაა და ცხადია მიუღებელია, მაგრამ მეორე არის ნორმალური პარტნიორული ურთიერთობების განვითარება და გაგრძელება სხვა ქვეყნებთან, რაც არის აუცილებელი ქვეყნისთვის და ამას ელოდება საზოგადოების უდიდესი ნაწილი და აქ ჩვენ ხედავთ ძალიან მძლავრ მანქანას, რომელიც აფერხებს ხელისუფლებასა და სხვა ქვეყნის მთავრობებს შორის ამ ურთიერთობის განვითარებას, თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციებში მაგალითად ევროსაბჭო იქნება თუ ეუთო იქნება, ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გადადებული ვიზიტი იქ ევროსაბჭოში, ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილების არ დადასტურების მოთხოვნა და ასე შემდეგ. აი ამ პრობლემის მოგვარება როგორ წარმოგიდგენიათ? უბრალოდ სკოლისა ეს გამოწვეულია იმითაც, რომ ჩვენს საარჩევნო წინასაარჩევნო პროცესში ჩართული იყვნენ თავად უცხოელი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები და ნაციონალურ მოძრაობასთან და მის მოკავშირეებთან ერთად ისინი დამარცხდნენ ამ არჩევნებში. და ეს არის სწორედ იმ მარცხის გამოვლინების და ამის გარკვეულწილად ქართულ ხალხს მათ შორის გარკვეული შურისძიება, რომელსაც ხედავთ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებისგან, ვინაიდან ისინი დამარცხდნენ არჩევნებში. ვერ გაიმარჯვა იმ ძალამ, რომელიც არის მათი მარიონეტი და ქართულმა ხალხმა თავისი ხელისუფლება აირჩია. ამიტომ ეს არის შედეგი. რა თქმა უნდა, ეს პროცესია, რომელსაც საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს ამას თვალი გაუსწოროს. ჩვენ 2020 წელს სხვა რამე კი არ ქონდა სინამდვილეში. 2020 წელსაც გახსოვთ, თქვენ ერთი წელი დაჭირდა იმას, რომ ოპოზიციას ეღიარებინა არჩევნები და შემოსულიყო, ასე ვთქვათ, და მიიღო მანდატები. და ზუსტად იგივე პროცესები იყო მაშინაც, რასაც ახლა ვხედავთ. ერთ-ერთი სხვაობა არის. მაშინ იგივე ეს უცხოელი აქტორები, რომელიც დღეს ღიად ჩანან, მაშინ იყვნენ ოპოზიციის ზურგს ამოფარებული. და იქიდან აგულიანებდნენ და აკეზებდნენ მათ. დღეს უბრალოდ ისინი ღიად გამოჩნდნენ, თორე მაშინაც ჩანდა მათი აჩრდილი ოპოზიციის უკან, მაშინაც იყო მათი კარნახით ყველაფერი, არაერთხელ მithქვამს მე, როდესაც ჩვენ მქონდა 19 აპრილის შეთანხმებაზე დაკავშირებით მაშინ მედიაციის პროცესი, ის პუნქტები რაც იყო ჩამოწერილი და სხვა დროსაც მომიყოლია ეს მე, როდესაც შემოიტანათ პირველად და გვაჩვენეს მე იქ ერთ-ერთ პუნქტზე ვიკითხე კიდევაც, ეს საერთოდ ვისგან არის, რომელიც ოპოზიცია, NGO ვისგან არის, იმიტომ რომ იყო საკითხები, რომელიც არავის არ დაუყენებია პოლიტიკურ დისკუსიაში და ჩანდა, რომ ეს იყო პირდაპირ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, გარე ძალების მხრიდან ჩადებული საკითხები, ჩადებული ინსტრუმენტები, საკანონმდებლო გარკვეული, ასე ვთქვათ, მარწუხები
რომელიც შესაძლებლობას მისცემდა შემდეგ ჩვენი ქვეყნის გარედან უკეთ მართვისთვის. ეს მაშინაც ჩანდა აჩრდილი უცხოური, მაგრამ მაშინ არ გესმოდა განცხადებები თქვენი ოპონენტების მხრიდან, გულისხმობ როგორც ქვეყნის უпростоრად გულისხმობ ქვეყნის გარეთ, რომ არ გესმოდა ამ ადამიანებისგან განცხადებები, რომ არჩევნები გაყალბდა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა არის, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა, რომ საჭიროა ხელახალი არჩევნები და ასე შემდეგ ვრცელი ჩამონათვალე ამ პროცესების. ამაზე ძირითადად საუბრობდნენ თქვენი ოპონენტები საქართველოში, ანუ ისო პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ახლაც არ შემოდიან პარლამენტში. ახლა როდესაც ვითარება არის ამ ტიპის, როდესაც ჩვენ გვესმის გარედან ორკესტრირებულად, რომ ახალი არჩევნებია საჭირო, ჩვენ ვხედავთ ქუჩაში ადამიანები კვლავ დგანან, მათი ნაწილი კვლავ რჩება და კვლავ აპროტესტებს და ითხოვს ახალ არჩევნებს და არა მხოლოდ ამ საკითხს. რა არის ხელისუფლების პასუხი და ნაბიჯები? ერთ მხრივ გასაგებია, რომ თქვენ ბრძანეთ, რომ არჩევნები იქნება პოლიტიკურ გუნდს გულისხმობ 2028 წელს, მაგრამ სხვა რა ტიპის ნაბიჯები შეგიძლიათ გადადგათ იმისათვის, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს, საზოგადოების ნაწილი დამშვიდდეს და ასე შემდეგ. უბრალოდ ყოველისა რასა იუკნევიჩიელი, მაშინაც რასა იუკნევიჩიელი იყო და ჟიგი მანტას პავილიონსი, მაშინაც ჟიგი მანტას პავილიონსი და სხვა ასეთები. უბრალოდ ისინი მაშინ ოპოზიციას და NGO-ებს ალაპარაკებდნენ და ამას ვამბობ ზუსტად რომ მათი აჩრდილი იყო მათ უკან თორე ალაპარაკებდნენ ოპოზიციას, მაგრამ ნახეს საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, გერმანიის კანცლერის იმ დროში, მაგრამ ნახეს შემდეგ რომ მათი ხელითაც არ გამოდის ის საქმე, რაც ზოგიერთს ქონდა დასახული საქართველოში, ხელისუფლების ქართული ხალხის ნების წინააღმდეგ შეცვლის მიზნები და დღეს ხედავთ რომ პირდაპირ ამოქმედებული არიან და თავის თავზე აიღეს, თავის ხელში აიღეს, ასე ვთქვათ, გარკვეული ქმედებები, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენ ვაკვირდებით მთავარცულებას, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც დასახული აქვს პრეზიდენტ აპტს, იმ ბიუროკრატიის წინააღმდეგ, რომელიც ასეთი სქემების ასე ვთქვათ, დაგეგმაში თუ წარმოებაში ძალიან გაწაფული იყო და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ თავად ამერიკის შეერთებული შტატების დააზიანა და უპირველეს ყოვლისა მისი რეპუტაცია დააზიანა სხვა ქვეყნებში, რომ პრეზიდენტი ტრამპი შეძლებს გამკლავებას ამ გამოწვევასთან და საბოლოო ჯამში დაუბრუნდება ქვეყნებს შორის ურთიერთობა იმ კალაპოტს, სადაც უნდა იყოს. სადაც ქვეყნები და ზუსტად ეს არის დამაიმედებელი, რომ სახელმწიფო მდივანმა რუბიომ ეს განაცხადა ზუსტად, რომ ამოდიან იქიდან, რომ ქვეყნები მოქმედებენ საკუთარი ინტერესებით და შემდეგ ამ ინტერესებით ერთმანეთს ესაუბრებიან და ეძებენ თუ სად არის თანხმედრა ამ ინტერესებს შორის. აქამდე სამწუხაროდ იყო ცდილობები კიდევ ერთხელ, რომ ეს რაღაცნაირად მზრუნველობითი, ფარისეულური მზრუნველობის გამოჩენის, რაც სინამდვილეში გულისხმობდა სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევის და ერთი არის, როდესაც დიდი ქვეყნები არიან ამით დაკავებული, მაგრამ როცა ხა ესტონეთის ხელისუფლების დონეზე დავიდა ეს ყველაფერი, რომ ბოლოს აღმოჩნდა, რომ თურმე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს პრეტენზიები, რომ ჩამოვიდეს და ქვეყანა თავის ჭკუაზე უნდა დაალაგოს. მე მგონი ხა აი ეს ის ეტაპი არის, აი ზუსტად იმ ფსევდოლიბერალურ ღირებულებებთან, სადაც მივიდა საბოლოო ჯამში სამყაროს გარკვეული ნაწილი, რომ იმის იქით უკვე აბსურდი იყო. რა თქმა უნდა, აბსურდი, როდესაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და ფიქრობს, რომ მის ჭკუაზე უნდა დაალაგდეს ქართველი ხალხის ცხოვრება. აი ამ აბსურდთან ასეთ აბსურდზე რომ მივიდნენ, აი მაშინ უკვე ასე ვთქვათ, საბოლოოდ გამოჩნდა, რომ შეუძლებელია, რა თქმა უნდა, ასეთი სახით საუბარი ქვეყნებს შორის ნორმალური ურთიერთობისა და ყველამ უნდა გააცნობიეროს აქედან გამომდინარე, რომ სუვერენიტეტი, რომელიც საქართველოს მოიპოვა საკუთარი ბრძოლით და სისხლით, რა თქმა უნდა, ამ სუვერენიტეტს ესე ადვილად არ დაუთმობს პოსტსაბჭოთა ლიდერებს, რომელსაც გუშინაც ვისმენთ ევროპარლამენტში, რუსული აქცენტით გველაპარაკებიან აქ ჩვენ გორბაჩოვის თანამებრძოლი ადამიანები ბალტიის ქვეყნებიდან რუსული აქცენტით ქართველებს გველაპარაკებიან, რას ნიშნავს რუსეთი, რას ნიშნავს ეროვნული ინტერესები. მე ხა ამას ქართველი ხალხი რომ არ მიიღებს და ირონიით უყურებს ამ ყველაფერს, მე მგონი ეს ყველაფერს გასაგებია. მე გაგახსენებთ რა ლოგიკას ავითარებს ახლა ოპოზიცია და მისი უცხოელი მეგობრები, რომ დღევანდელი მოცემულობით ქვეყანა დიდხანს ვერ იცხოვრებს. აი ეს სიტუაცია, რომელიც ახლა არის, რომ ოპოზიცია არ არის პარლამენტში და პროტესტი არის ქუჩაში, ეს გარდაულად გამოიწვევს ახალ არჩევნებს. იქნება არის უკვე პოლიტიკური კრიზისი, იქნება ეკონომიკური კრიზისი, რაღაც აპოკალიფტურ სურათს ხატავენ და ეს არჩევნები უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, არჩევნები გაყალბდა თუ არა. არჩევნები არის საჭირო იმისთვის, რომ გადაიტვირთოს პოლიტიკური სიტუაცია და განიმუხტოს, ასე ვთქვათ, დაძაბულობა, რომელიც არის. აი ამ სურათზე რას ფიქრობთ? ოპოზიცია არც არასდროს ყოფილა პარლამენტში წინა მოწვევაში და სულ ქუჩაში იყო. თქვენ კიდევ ხელ შეგახსენებთ, რომ ერთი წელი
ფორმალურადაც კი არ შემოაბიჯა ნაციონალურ მოძრაობამ პარლამენტში, შემოაბიჯა და შეგახსენებთ 2021 წლის აგვისტოში შემოვიდა და სექტემბერში ბოიკოტი გამოაცხადეს სამ კვირაში. და არაერთხელ მithქვამს, რომ მათ პლენარული ცნობების ნახევარზე მეტი გაცდენილი აქვთ ასე რომ მათ ან რამ ნებისმიერმა ადამიანმა გაიხსენოს ერთი საკითხი მაინც, რომელშიც ოპოზიციამ პარლამენტში განხილვების დროს რეალურად და სერიოზულად მიიღო მონაწილეობა. მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტი 4 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამიტომ აქ არაფერი თვისობრივად არ იცვლება. ერთადერთი რასაც ოპოზიცია ცდილობს ახლა წარმოაჩინოს, არის ხმაური, რომელსაც ისინი ცდილობენ, რომ გარედან უბრალოდ მათი მფარველები, ასე ვთქვათ, გარედან ტეხენ. ეს არის და ეს მეტი აქ სხვა არაფერი განსხვავება არ არის. პოლიტიკური გადატვირთვის საუცილებლობა არ დგას ქვეყანაში. პოლიტიკა გადატვირთვა ხდება არჩევნებზე, არჩევნები შედგა, მოსახლეობამ საკუთარი ნება გამოხატა, არავის ეგონოს, რომ მილიონ 100.000 ადამიანი ვინმეს დაუთმობს ერთ ხმასაც მაინც, ერთ მისხალს მაინც იმ ადამიანებს, რომლებიც ზუსტად აი ეს ახლა გარე-გარე დადიან და ცდილობენ, რომ რაიმენაირად გარედან ავნონ ქვეყანას, იმიტომ რომ შიგნით დობა მოსახლეობის მხრიდან არ აქვს. ამიტომ პოლიტიკური არჩევნები ჩატარდა, მოსახლეობამ გამოხატა თავისი ნება და ყველამ ეს ნება უნდა მიიღოს. აბა სხვა რა გონია თან. მაგრამ რას პასუხობს იმ ხალხს ხელისუფლება, რომლებიც ქუჩაში დგანან, რომლებიც თან ნაწილიც არ წარმოადგენენ პარტიულ აქტივს, თანხმდებით ალბათ იმაზე, რომ ნაწილი შესაძლოა გულწრფელად იყოს გაბრაზებული ხელისუფლებაზე და რომელიმე პარტიის კუთვნილება არ ქონდეთ. პლუს არჩევნების საკითხი გავიგეთ, მაგრამ მოთხოვნა მაგალითად, რომ უფრო ჰუმანური იყოს სახელმწიფო დაკავებულებთან მიმართებაში და ასე შემდეგ. არ ფიქრობთ, რომ რაღაცა ტიპის შემხედრი ნაბიჯების აუცილებლობა დგას, მინიმუმ ხელისუფლება მაინც გააჟღეროს ეს ნაბიჯები, მეორე მხარე წამოვა თუ არა, ეს ცალკე საკითხია. ჩვენ ხედავთ ოპოზიციას მოქალაქეთა ჯგუფს მათი მხარდამჭერებისა, რომლებიც იმედგაცრუებული არიან საარჩევნო შედეგით. ჩვენ ნახეთ 27 ოქტომბერს ხედავდით ადამიანები, რომლებიც დეპრესიაში იყო ჩავარდნილი, იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა მათთვის დემოკრატია, იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ თურმე ხალხის გადასაწყვეტი არის ხელისუფლება ვის უნდა იყოს და ეს არ არის მათი Facebook ბაბლის გადასაწყვეტი, აი იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა ამ ადამიანებისთვის, რომ ლამის დეპრესიულ მდგომარეობაში იყვნენ. და ეს არის გამოვლინება საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის, მაგრამ ერთ რამეს ვეტყოდი მოქალაქეთა იმ ჯგუფს, რომლებიც აი ოპოზიციასთან ერთად ახლა დაკავებული არიან ამ სახით გარკვეული პროტესტის გამოხატვის. ერთ რამ ჩვენ ვნახეთ, ასე ვთქვათ, გარკვეული კრეატიული მიდგომები სხვადასხვა სახის მარშებისა და გადანაწილების ხან უბნების, ხან კუთხეების თუ ხან პროფესიების მიხედვით. რატომ არ ჩატარდა არც ერთი მარში პოლიტიკური მხარდაჭერის მხრივ? ვის მისცეს ხმა? ხო ამბობენ, რომ ჩვენი ხმა წაგვართვეს და დავკარგეთო და ვის მისცეს ხმა? რატო არ ამბობენ? რატომ ალავენ ამას? აი ეს მოქალაქეთა ის ჯგუფი, რომლებიც გამოდიან ხან სხვადასხვა ქვეყნის დროშებით გამოდიან, ხან როგორ და ხან როგორ, თქვან ვის მისცეს ხმა? თქვენ რით ახსნით? აი ჩვენ ხედავთ სხვადასხვა მოქალაქეთა ჯგუფს, რომელიც ცდილობს ჩვენ რომ მედიის სახელი ცოტა ქედმაღლურად, მაღალი პედესტალიდან გარკვეული ასე თქვა პედესტალიდან გვესაუბრონ მორალური უპირატესობის მხრივ. იგივე ქართულ ოცნებას მათ შორის. დიახ, ჩვენ ვართ ქართული ოცნება. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც 12 წელია ამ ქვეყნის ხელისუფლებაშია და რომელმაც აი სიკეთები მოუტანა. დიახ, ჩვენ ვართ ქართული ოცნება და დიახ, 1.100.000 ადამიანი არის ჩვენი მხარდაჭერი. ისინი ვინ არიან? ვის უჭერენ მხარს? გითხრან ვინ არის, რა არის მათი ღირებულებები. გითხრას აი თითოეულმა ამ ადამიანმა ცნობადმა თუ არაცნობადმა სახე ვის ხმა? ლელოს ეს არის მათი მორალური სახე და ღირებულება. კოლექტიური სახელი არის ახლა პროევროპული ოპოზიცია. ალბათ ასე კი პასუხობენ პროევროპული ოპოზიცია. რო ხელისუფლების წინააღმდეგი ხმა. ვის? რატო მწვენიათ ამის თქვა? რატო მალავენ ამას? არჩევანი ჩანდათ ადამიანების ნაწილი, აი დავსრულებ მათი ესეთი არგუმენტებიც არსებობს, რომ ისინი არა კონკრეტულ პარტიას აძლევდნენ ხმას, არამედ აძლევდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. ახლა აქციაზე დგანან არა იმიტომ, რომ რომელიმე კონკრეტულ პარტიას უჭერენ მხარს, დგანან იმიტომ, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავენ და ამაზე შფოთავენ ეს ადამიანები. აი ამაზე რას უპასუხებთ? საბაბების ძიებას ყველა შეეშვას და გასცეს მარტივ კითხვას. ხომ პროტესტს გამოხატავენ, ხომ არაფერი დასამალი არ აქვს, ხომ ღიად არიან პროტესტში. თქვენ ვის მისცეს ხმა?
თქვენ ვინ არის ქართულ ოცნებაზე უკეთესი არჩევანი საქართველოსთვის? ლელო თაღლითების პარტია, რომელსაც უნდა და მილიარდები წაერთოს საქართველოს ბიუჯეტიდან, რომელსაც დღესაც $650,000 საქართველოს ბიუჯეტში გადახდილეთ, იმიტომ თაღლითური სასამართლო პროცესები აწარმოებენ და ყველგან დამარცხა, ჩინეთაც და გარეთაც, ნაციონალურ მოძრაობა. ეს არის მათი არჩევანი, მიხეილ სააკაშვილია მათი არჩევანი, ნიკამელია არის ახლების თუ გვარამია მათი არჩევანი. გვითხრან სად არის მათი ღირებულება? თუ გახარია, რომელმაც თავის გუნდი მიატოვა უღალატა იმის გამო, რომ გარკვეული მითითებები მიიღო საიდანღაც. თქვენ ვის მისცენ ხმა? სად არის მათი ღირებულებები? ვის ღირებულებებს იწუნებენ? თქვენ ერთი ვის მისცენ ხმა? ჩაატარონ მარში, დაადგნენ ლელოს მხარდამჭერები ვართო და თქვენ ღიად. თქვენ ღიად ვისი მხარდამჭერები არიან? აი ეს არის, იცით, როცა რა შეცვლის ეს პროცესი? რა შეცვლის, იცით, რომ ხა როცა თავად მთიან ანგელოზებად უნდა საკუთარი თავის წარმოდგენა ზოგიერთებს ცნობას თუ არაცნობას სახეებს და მორალური პედესტალიდან საუბრობენ და საუბრობენ ღირებულებებზე ევროპაზე. გვითხრან მათი ამ არჩეული პარტია ვინ არის საქართველოში ქართულ ოცნებაზე მეტად პროევროპული პარტია, რომელმაც საქართველოს უფრო მეტი ევროპული პროგრესი მოუტანა. გვითხრან ერთი და მე ყველა მიუხვდებით. აი როგორც კი იტყვიან, აი ეს ადამიანები, რომლებიც გამოდიან დღეს და ასე ვთქვათ, ცდილობენ რაღაც მორალური კვლავ ასე ვთქვათ, პლატფორმიდან საუბარს, გვითხრან და როგორც კი იტყვიან, რომ თურმე მათ მიხეილ სააკაშვილს მისცეს ხმა, თურმე მათ მამუკა ხაზარაძეს მისცეს ხმა, რომელიც თაღლითობისთვის არის ვჯავრდებული, გვითხრან მას, რომ თურმე მათ ნიკა გვარამიას მისცეს ხმა, აი როგორც კი იტყვიან, მე აღმოჩნდება საბოლოო ჯამში სად არის მათი მორალური კომპასი. ამიტომ კიდევ ერთხელ, მანამ სანამ ეს ადამიანები არ იტყვიან ვის ხმა, ჩათვალეთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ფარისეულობა, რომელთაც ისინი არიან დაკავებული და ჩაატარონ რა უშლით. ხო უკვე ამოიწურა ყველანაირი ფანტაზია, ხან ასეთი მარს ეძახიან, ხან რას ეძახიან, ხან ეს დაიყონ, დანაწილდნენ და გვაჩვენონ ერთი, გვაინტერესებს ძალიან, ვნახოთ რომ ვის იმ მხარდამჭერები არიან, რა არის მათი ღირებულებები, სად არის მათი, კარგად გამოჩნდება, როგორც კი ყველა უნდათ Facebook-ზე დაწერონ ყველა ამ სოციმედია ბაბში გაჭედილმა ხალხმა, უნდათ აქციას გამოდიან და იქ თქვან, სად არის მათი საით იყურება მათი მორალური კომპასი, ვინ არის მათი რჩეული პარტია და გავიხსენოთ ისიც რომ დაწყებულია საუბარი ახალი პარტიების შექმნის აუცილებლობაზე და აი ამ იდეის ერთ-ერთი ფლაგმანი არის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამბობს რომ ახლა აუცილებელია რომ ხალხმა იმ აქტივისტებმა ვინც გამოჩნდა ამ პროტესტის პერიოდში აიღოს მეტი პასუხისმგებლობა მათ შორის პოლიტიკურიც და შექმნან ახალი ორგანიზაციები. ის სავარაუდოდ თავის თავსაც ხედავს ამ მომავალ გაერთიანებაში. თქვენ რას უწინასწარმეტყველებდით ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას მაგალითად სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით? ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ, ყველა შეუძლია პოლიტიკის წარმოება, ერთ-ერთი რამე არისო ფარისეულობას და ტყუილს არ უნდა ქონდეს ადგილი და კიდევ ერთხელ ის რომ დღემდე აი ეს ადამიანები რომ გამოდიან თითქოს ხან ასეთი აქტივისტია, ხან გულწრფელი ახალგაზრდა და ხანაც რა ვიცი სხვა სფეროს წარმომადგენელი, იმიტომაც მალავე თავის არჩევანს, რომ რცხვენიათ სინამდვილეში ამ არჩევანის. იმიტომ როგორც კი იტყვიან ვისი მხარდამჭერები არიან, გამოჩნდება კიდევაც სად არის მათი მორალური ღირებულებები. ამიტომ თუ კი ვინმეს უნდა პოლიტიკის ღია წარმოება, ამისთვის თავისუფალ ქვეყანაში არის ყველანაირი შესაძლებლობა და კი ბატონო, წინ არის არჩევნები, ითხოვდნენ არჩევნებს და დაინიშნა არჩევნები 4 ოქტომბერს, იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მიიღო მონაწილეობა და ქართულ ხალხს კიდევ ერთხელ ექნება შესაძლებლობა, რომ აწონოს ყველას ასე ვთქვათ ღირებულები პოზიცია მათი ღირებულებიდან გამომდინარე და გააკეთოს არჩევანი. ჩვენ ვხედავთ რომ 12 წელია ქართული ხალხი ამ არჩევანში არ ცდება და დარწმუნებული ვარ რომ შემოდგომაზე სწორ არჩევანს გააკეთებს. ჩვენ ვიცით უკვე თქვენი გეგმა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, ეს პრინციპში არის საარჩევნო დაპირება, რომ მოულოდნელი არავისთვის არ უნდა ყოფილიყო, რომ ეს იდეა განხორციელდებოდა ნაცმოძრაობის ჯერ საქმიანობის შესწავლა და შემდეგ სავარაუდო გასამართლება. რა არის მთავარი დატვირთვა, თუ რასაც თქვენ აკისრებთ აი ამ ინიციატივას? მთავარი არის ის, რომ ჩვენ როგორც ჩვენმა საზოგადოებამ, ასევე გარედანაც მათ, ვინც დღემდე ცდილობს, რომ ქართველ ხალხს რაღაცნაირად თავს მოახვიოს და თავზე დაასვას კვალ ნაციონალურ მოძრაობა და აქ იგულისხმება არა მარტო პარტია და ის ადამიანები, იგულისხმება ზოგადად ეს იდეოლოგია, რომელიც დაფუძნებული არის ძალადობაზე
და ადამიანის დათქმაზე. ყველამ კარგად დაინახოს სასთან ქონდა საქმე და შეფასდეს ბოლო-ბოლო ეს ყველაფერი. 2012 წლის ცვლილების შემდეგ ჩვენ ვიცით ღიად მოყოლილი ისტორიებიც და ზოგი ისტორიებიც რომელიც ჯერ ნათქვამი არ არის თუ როგორ უშლიდა მაშინ ხელს გარე აქტორები იმას რომ ქართულ ხალხს ბოლომდე გაიგო თუ რა დანაშაულებრივ რეჟიმთან ქონდა ჩვენ საქმე. ის რასაც ჩვენ ხედავდით ეს იყო მხოლოდ აისბერგის წვერი იმ დანაშაულებისა, რომელიც ეს ჩანდა და სინამდვილეში სიღრმეში იყო წყება მთელი დანაშაულებისა, რომელიც საბოლოო ჯამში ერთმანეთს განაპირობებდა. ამიტომ ამ საგამოძიებო კომისიის ამოცანა ზუსტად ეს არის, რომ კიდევ ერთხელ სისტემურად შეისწავლოს და საჯაროდ რაც თავარია ეს არის საჯარო პროცესი, რომელიც მათ შორის ღიად გადაცემული იქნება ასე ვთქვათ და ეს იქნება შესაძლებლობა მოსახლეობას თვალყური ადავნოს ამ ყველაფერს და ყველა დაინახავს იმ კიდევ ერთხელ მოისმენს იმ ისტორიებს რომელშიც ცხოვრობდა ჩვენი საზოგადოება 2012 წლამდე და რომელსაც უნდათ რომ კვლავ წაგვიყვანონ შიდა თუ გარე აქტორებმა ხომ ამას ვხედავთ მაგრამ იქნება თუ არა ეს აღქმული როგორც თქვენი პოლიტიკური ოპონენტების დევნა დევნა ის რაც ეფუძნება სამართლებრივ პროცესს და ის რაც პროცედურებს და ის რაც ეფუძნება მათ შორის საპარლამენტო პროცედურებს შეუძლებელია იყოს შეფასდეს როგორც დევნა და კიდევ ერთხელ ღია პროცესია ყველა ხო ამას ნახავს მათ შორის ხომ უნდა ნახოს ეს პოლონეთის აგრარულ საქმეთა მინისტრმა ბატონმა სიკორსკიმ რომელიც ახლა გასდა საქართველოს აკრიტიკებს რომელსაც სიკორსკი დაიჯდება და მთლიან ამ პროცესს მაინტერესებს ადამიანს სულ ცოტა ხნის წინ თქვა რომ სააკაშვილის იყო მოდერნიზატორი ხა მაინტერესებს ხა ადამიანების წამება თუ პოლონეთის მთავრობისთვის ნიშნავს მოდერნიზებას საინტერესო პოზიცია არის უნდა გავიგოთ ეს არის თუ არა ის ღირებულება რომელსაც პოლონეთის მთავრობა ატარებს იმიტომ რომ შემდეგ როდესაც განცხადებებს ვისმენთ ხოლმე პოლონეთის მთავრობის და სხვადასხვა ხან სამკუთხედის და ხან ხუთკუთხედის განცხადებები როცა არის ხოლმე საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა უნდა ვიცოდეთ რომ ეს ის საგარეო საქმეთა მინისტრი არის რომელსაც თურმე გონია რომ წამების სისტემა ეს არის მოდერნიზაცია იმასაც გონია რომ ბიზნესის რეკეტი ღამე ქონებების ჩამორთმევა ეს არის თურმე მოდერნიზაცია ეს ყოფილა თურმე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია ეს ხონა ვიცოდეთ აი ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა და მე ერთხელ კიდევ ვკითხავთ ბატონ სიკორსკის ახლა რას ფიქრობს ის სააკაშვილზე მაინც მოდერნიზატორად მიაჩნია თუ არა ის და მოდერნიზატორულ მიდგომად მიაჩნია ის რომ ის რეპრესიები რომლებიც ნახეთ ჩვენ 2012 წლამდე რომელსაც ახლა გვპირდებიან ჩვენ ხო ამას გვპირდებიან ახლა აი ეს მთელი ეს პერიოდი ერთი მომენტი რო გავიხსენოთ მხოლოდ ერთი მომენტი რაც დღემდე მიდის საზოგადოებრივ მაუწყებაზე თავდასხმა ხომ ნახეთ პირდაპირ შევარდნის კადრებიც ხომ ნახეთ პირდაპირ იმ ადამიანებისა რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები არიან ნახეთ რომელიმე ელჩი უცხოელი რომელიმე უცხოელი აქტორი რომელიმე NGO საერთოდ ვინმე რომელიც მედიის სფეროში არის რომ ერთი სიტყვა მაინც ეთქვა საყვედურისა რომ არ შეიძლება საზოგადოებრივ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლა ეს ხომ სხვა არაფერი არის გარდა იმისა რომ ზეწოლა საზოგადოებრივ მაუწყებელს ხო ნახეთ პირდაპირ ეთერში უყურებდით როგორ შეარჩიეს თავადვე დირექტორი ვინ უნდა გახდეს მომავალში საზოგადოებრივ მაუწყებლის წამყვანი ვინ უნდა იყოს საზოგადოებრივ მაუწყებლის ამათუნ გადა აი მას ხო გვაყურებინებენ 21 საუკუნეში სააკაშვილის რეჟიმ გამოვლილ ქვეყანას კიდევ ერთხელ გვაყურებინებენ და ამაში გვარწმუნებენ რომ ეს არის მოდერნიზაცია ეს არის დემოკრატია რომ მათ შორის თქვენ ტელევიზიასთან დაკავშირებითაც ხო ნახეთ ჩვენ ერთ-ერთი ამერიკელი პოლიტიკოსის გამოხმაურება რომელიც რა დაუშავეთ არ ვიცი ეს ბოლო პერიოდი გადაგვეკიდა ქართულ ხალხს პირდაპირ მუქარა დამოუკიდებელი მედიის მიერ წარმოგიდგენიათ ახლა ესეთი რაღაცა რომ რომელიმე სხვა მედიასთან დაკავშირებით ქართულ პოლიტიკოსზე თქვა ამას რა მოყვებოდა სიჩუმე აბსოლუტური შტილი ყველა ასე ვთქვათ გულშემატკივარისა სააკაშვილის მეთოდებისა ამიტომაც არის რა თქმა უნდა ხვდებით რომ გამზადებული აქვს უკვე კარადაში ტყავის ლაბადებიც და მაუზერებიც. ერთი სული აქვს როგორმე 1 გრამი ძალაუფლება ჩაიგდონ და მე ნახეთ სახლებზე წარწერების გაკეთება მოსაგონარი იქნება. მონიშნავენ ყველა სახე, ყველას ვინც მათ ეწინააღმდეგება მონიშნავენ იმისთვის რომ შემდეგ გაუსწორდნენ. მათ შორის თქვენი არქის ფლობელის ინტერვიუ იყო დიდი განხილვისფერო. ნახეთ ხო საბოლოო ჯამში როგორც კი განსხვავებული აზრი მოხდა მათ ასე ვთქვათ
გვირაბივით სწორხაზოვან სივრცეში, როგორც კი რაღაცაში განსხვავებული აზრი ნახეს, რამხელა მიუღებლობა და რამხელა კრიტიკა მათ შორის იყო, როგორ შეიძლება, როგორ დაუშვით, რომ ჩვენ ამ სტერილურ ბაბლში აღმოჩნდა რაღაც განსხვავებული აზრის 1 გრამი აღმოჩნდა შიგნით. წარმოგიდგენთ რა სიზავენ ეს ადამიანები, მათ ხელისუფლება ქონდა. დახურავენ ყველა მედიას და ყველა მათ წინააღმდეგი იქნება, ზუსტად იმავე ეგზეკუციას მოუწყობენ, რასაც უწყობდნენ 2012 წლამდე. მადლობა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. მადლობა. ჩვენ განვაგრძობთ პირდაპირ ეთერს, ვსაუბრობთ ამერიკის ახალ პრეზიდენტზე და მის პოლიტიკაზე. დიპლომატი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ზურაბ ბაბაშიძე უნდა მოვიწვიოთ ახლა სტუდიაში და მასთან ერთად ვისაუბრობთ იმ პროცესებზე, რომლებიც